Dude, I'm 175. Believe me, 125 is like very mild. I'm totally okay with that. But 175 is stupid. მოგესალმებით, მე ვარ ომარ აკუბარდია და დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ BMW E63 M6 დინანს. დავიწყოთ BMW E63 M6 დინანის განხილვა. E63 M6 როგორც დინანი არსებობს, ასევე არსებობს ჩვეულებრივიც, ანუ უბრალო მოდელიც და ნუ რა თქმა უნდა G-Power-იც არსებობს. ეს მანქანა შავი ფერის რო არის, მომწონს, კარგია, არ არის სუდი და ჩემი აზრით შავი ფერი ძალიან უხდება. ეხა გადავიდეთ ძრავზე და მანდაც ვისაუბრებ ერთ-ორ დეტალს. 5-დან 0 10 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით, კოდური სახელწოდებით E85. რაც შეეხება ცხენისძავას და ნიუტონ-მეტრს, ქარხნულა დააქვს 5.7 ცხენისძავა და 520 ნიუტონ-მეტრი. ეს კონკრეტული V10 დინანი stage 3-ზე არის აყვანილი და stage 3-ზე ამ მანქანას აქვს 620 ცხენისძავა და 600 ნიუტონ-მეტრი. წინა ბამპერი M-ის აქვს და M-ის წინა ბამპერზე აყენია კარბონ ფიბერის ტუჩი. ფარები აქვს ქსენონიანი ადაპტივის, ანუ მოხვევით, ანუ მოხვევით. 19-იანი დისკები თარის HRE მონობლოკის, რა თქმა უნდა, HRE მონობლოკი ქვია აი ამ 19-იან დისკებს და რავი ეხა ნორმალური დისკებია ეხა რა, არც კარგი და არც სუდი. უკანა მხარეს რაც შეეხება, საბარგულზე აყენია ფეხზე დამდგარი სპოილერი, უკანა ბამპერი M-ის აქვს და M-ის უკანა ბამპერზე აყენია კარბონ ფიბერის დიფუზორი. მაყუჩები აქვს დიდი ქარხნულად და ძალიან უხდება ჩემი აზრით. გადმოვედით სალონზე და რაც შეეხება სალონს, აქვს ტყავის სავარძლები და თან ეს სავარძლები არის გამოსაწევებით, იმიტომ რომ კომფორტული რომ იყოს დასაჯდომად. ხო, გამოსაწევებიანი სავარძლები ზოგადად დასაჯდომად კომფორტულია რა. სპიდომეტრი უყენია წითელისრებიანი და წითელისრებიანი სპიდომეტრი ლამაზია და მომწონს. საჭე აქვს M-Power-ის და აქვე იმასაც ვიტყოდი, რომ M-Power-ის საჭეს აქვს M-ის ღილაკი, ანუ M-ის რეჟიმი. გააცმაკოლოფი აქვს შვიდსიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი SMG3-ის და პლუს მაგას ერთმაგი ცეპლენია აქვს. ეს იყო BMW E63 M6 დინანის განხილვა ომარ აკუბარდიასგან. მომავალ შეხვედრამდე.